საუბარი დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შმერლინგის 13 ნომერში ლევან ახობაძის საცხოვრებელ სახლში უკვე 3 საათზე მეტია იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურის ასევე სუსის გამომძიებლები ატარებენ ჩხრეკას ამ პროცესს ესწრება ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად რას ეძებს სუსი ლევან ახობაძის საცხოვრებელ სახლში ეს არის ახლა კითხვა რომელზე პასუხიც ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია არის თუ არა ამოღებული დიდი ოდენობით თანხა ზვირადღირებული ნივთები ძვირფასეულობა ეს არის კითხვები რომელზეც პასუხი მას შემდეგ ახდება ცნობილი როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება დიდ დიღობში ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ სახლში ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილ უფროს რაჟდენ კუპრაშვილს რომელიც კორუფციული ბრალდებით დაკავებულ ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს იცავს როგორც ადვოკატმა პირველებთან საუბრისას განაცხადა ამ დრომდე ლევან ახობაძისთვის არ იყო ცნობილი რომ ის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ის არც ერთხელ არ დაუბარებიათ სუსის შენობაში იმისთვის რომ მისთვის დაესვათ კითხვები დიდი ოდენობით ქთამის აღებასთან დაკავშირებით შესაბამისად უცნობი არის ბრალდებულის პოზიცია გახმაურებულ საქმეზე როგორი იქნება მისი ცდელობა იმართლებს თუ არა თავს თუ ის დანაშაულს აღიარებს არ დასრულებულა რანუკა ჯერ მიმდინარეობს და აი როგორაც დავასრულებ სახლში ტარდება ჩხრეკა როგორც მიუხვდა ბატონო რაჟა რამე ოჯახის წევრები ესწრებიან ამ პროცესს თუ მხოლოდ თქვენ ხართ მე ვარ ადვოკატი ბატონო რაჟდენ ამოიღეს რამე თანხა მაგალითად გვიანებით გავაკეთებთ განცხადებას ეხლა მოულოდნელი იყო დაკავება ბატონო რაჟდენ ლევანი აი მაგასთან დაკავშირებითაც გეტყვით კი ისე ჩვენება მიცემული აქვს რამე გითხარით გვაინტერესებს საზოგადოების მაღალი ინტერესია არ აქვს სისტემურ დანაშაულზე საუბრობს ოპოზიცია და ბუნებრივია გაჩნდა კითხვა რას ფიქრობს ქართული ოცნება ამ ახალ სკანდალთან დაკავშირებით თავად ქართული ოცნების საგამოძიებო სამსახურები ადასტურებენ რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები კაბინეტებში იღებდნენ დიდი ოდენობით ქთამს საუბარი 2024 წლის ფაქტს ეხება დაკავებული არის სუსის ყოფილი ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამიტომ დავინტერესდით რითი იმართლებს ახლა თავს მართველი პარტია ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები ცდილობენ რომ გაექცნენ ამ თემაზე საუბრისაგან კითხვებს აერიდონ არ პასუხობენ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ისინი არც კი ცდილობენ რომ გაამართლონ ყოფილი თანაგუნდელი არ საუბრობენ ამ სისხლის ამართლის საქმეზე თუმცა ფაქტი არის ის რომ ქართული ოცნება თავად აღიარებს რომ კორუფციასთან არაერთი განცხადება მიუხედავად კორუფციასთან დაკავშირებით რომელიც კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან არასამთავრობო სექტორის მხრიდან არაერთი საგამოძიებო რეპორტაჟი იყო მომზადებული რომ ჩაფლული იყვნენ ქართული ოცნების წევრები კორუფციაში ისინი მუდმივად თავს იმართლებდნენ თუმცა ახლა თავის სამართლებელი მართლ პარტიაში აღარ აქვთ სისტემური ეს კორუფცია კიდევ შემდეგი ვინ იქნება ვისაც დააკავებენ ბატონო ნიკა კომიტეტის შემდეგ. იქნება შემდეგი, შეგიძლიათ გითხრათ? ანუ სისტემა აღიარებთ არჩევნების შედეგებს, მე გეტყვით ყველა ჩაფრული ქართული ოცნება ბატონო ნიკოლას. სისტემური კორუფცია გაქვთ. ლილვაშვილის მოადგილეც კორუფციის გამო დაიჭირეთ და ვინმე დარჩა, ვინც კორუფციაში არ არის ჩაფრული? ლილვაშვილის მოადგილეც კი კორუფციის გამო დააკავეს და ახლა რაჟდენ კუპრაშვილი იქნება მისი ადვოკატი. ანუ ადამიანი, რომელსაც კორუფციის პრევენცია უნდა მოეხდინა, ახლა კორუფციაში მხილებულ ადამიანს დაიცავს ბატონო ზუკა. კორუფციული მმართველობის მთავარი დირიჟორი ივანიშვილია. ამას ამბობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ რეალურად გაცილებით დიდ მასშტაბებზე არის ქართულ ოცნებაში კორუფცია გასული და ეროვნული მთავრობა აუცილებლად ყველას კორუფციულ გარიგებებს გამოიძიებს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სასაცილო არის, როდესაც სუსი იძიებს ახლა სუსის ყოფილი ხელმძღვანელის ქთამის აღების ფაქტს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა და კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით
ქართული ოცნების უფრო მეტი მაღალჩინოსანი მიეცემა პასუხისგებაში. მაშინ როცა ჩვენ ვიძახდით ყოველთვის რომ კორუფციაში არიან ჩართულები და ჩაფლულები კობახიძეს ჰქონდა პასუხად რომ არანაირი კორუფცია არ არსებობს მაგრამ თვითაღიარება თვით ლუსტრაცია უწევს კობახიძეს და იძულებულია რომ ნაწილი კორუფციონერებისა გაწიროს იმიტომ რომ აქ არის საუბარი ასეულობით მილიონზე თუმცა ახალი ხელისუფლება კოალიციური ეროვნული მთავრობა აუცილებლად გამოიძიებს ყველა იმ შემთხვევაში როგორ გაძარცვეს საქართველოში მოქალაქეების ბიუჯეტი ის ადამიანები რომლებიც თვითონ უნდა იძიებდნენ იმ საქმეს სხვა ხوارიღებს ქრთამს კაბინეტში თვითონ იღებდნენ ქრთამს კორუფცია და კორუფციული სისტემა არის ქართული ოცნების მთავარი ასე ვთქვათ ნიშანი ეს ადამიანი ვინც ახლა დაიჭირეს იყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ხერხემალი ესე გვეუბნებოდნენ ლილუაშვილთან ერთად ადამიანი რომელიც 250,000 ლარს იღებს ქრთამს ეს რას ნიშნავს ნიშნავს იმას რომ დღევანდელი სისტემა არის სრულად კორუფციაში გახვეული და ამავდროულად მოწყვლად იმიტომ რომ გამოვრიცხავ მე რომელიმე ანუ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იქნება მოადგილე თუ სხვა თანამშრომელი სხვა ქვეყნის მოქალაქისგან აიღოს ქრთამი და იმ ქვეყნის სპეცსამსახურებმა ეს არ იცოდეს ეს არის გამორიცხული სუსი რომელიც კორუფციას უნდა ებრძოდეს ქვეყანაში აღმოჩნდა რომ ქრთამს იღებდა მისი მაღალჩინოსნები სუსის უფროსის მოადგილე რომ ქრთამს იღებს ქვეყანაში ეს ნიშნავს იმას რომ ელიტური კორუფცია გვაქვს ყველა დონის კორუფცია გვაქვს და კი ქართველ ხალხს ძარცვავენ მხოლოდ კორუფცია ღრმავდება, მხოლოდ სიგარიბე ღრმავდება და მხოლოდ შიში ღრმავდება ამ ქვეყანაში და ივანიშვილს სურს აი ამ შიშით მართოს ეს ქვეყანა. ამ კორუფციული მართლობის მთავარი დირიჟორი არის ივანიშვილი. მაშასე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ახლა სუსის შენობაში ეგრეთ წოდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში არის გამოკეტილი ის ელოდება ოფიციალურად ბრალის წარდგენას ელოდება მის ადვოკატს და დაკავებულის პირველ პოზიციას სწორედ ადვოკატი გამოიტანს ეგრეთ წოდებული მოდულის შენობიდან თუმცა ადვოკატი ჯერ ესწრება დიდ დიღობში შხრეკის პროცესს საგამოძიებო მოქმედებები ლევან ახობაძის საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან უკვე 3 საათია დიდ დიღობში ახობაძის საცხოვრებელ სახლში რას ეძებს სუსის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ჩვენთვის უცნობია თუმცა როგორც კი შხრეკის პროცესი დასრულდება ადვოკატი მოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეხვდება დაკავებულს გაიგებს მის პოზიციას დიდი ალბათობით დღეს არ მოხდება ოფიციალურად ბრალის წარდგენა დაკავებულისთვის თქვენ ახლა კაცს ადევნებთ თვალს იმ სახლის კარს სადაც ტარდება ახლა საგამოძიებო მოქმედებები ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლი არის ახლა მაყურებელს შეუძლია ნახოს რომ აი ამ სახლში სწორედ ახლა იმყოფებიან სუსის გამომძიებლები მიმდინარეობს როგორც გითხარით უკვე საათებია იქ საგამოძიებო მოქმედებები 2 საათზე იყო სუსში ბრიფინგი სადაც თქვეს რომ ახობაძე იყო დაკავებული იზოლატორში ყავთ მოთავსებული ახლა მოდულის შენობაში და მის სახლში 2 საათის შემდეგ მიმდინარეობს სწორედ საგამოძიებო მოქმედებები ადვოკატი ესწრება ამ პროცესს ადვოკატი ბუნებრივია უფრო მეტ დეტალზე ისაუბრებს მას შემდეგ რაც დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები წინასწარი განცხადებებისაგან რაჟდენ კუპრაშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს საინტერესოა როგორი იქნება თავად დაკავებულის პოზიცია ასევე საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს რა ბედიელი სუსის ყოფილ შეფს გრიგოლ ლილუაშვილს რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სამარტო ოსაკაში არის გამოკეტილი და დიდი ალბათობით მისთვის ბრალის დამძიმება მოხდება უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ ლილუაშვილის სასამართლოს ხდომები დახურულია მას არც ერთი სიტყვა არც მის ბრალდებასთან დაკავშირებით არ უთქვამს ამიტომ მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლის მისი მოადგილის დაკავების შემდეგ როგორი იქნება ლილუაშვილის პოზიცია ეს რა თქმა უნდა საზოგადოებას აინტერესებს ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ველოდებით ადვოკატის გამოჩენას და ბუნებრივია მოვლენების განვითარების შესაბამისად მაყურებელს უახლეს ინფორმაციას მივაწვდით სწორედ ეგრეთ წოდებული მოდულის შენობიდან